მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, თავისუფლებას ინდისის პატიმრებს და ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც არის ივანიშვილის რადარზე, ჩვენ ვიცით, რომ დღეს ვინც იყო განსასჯელთა სკამზე, ან იყო უკვე დაკავებული და პატიმრებული, ან მათ ემუქრებათ სრულიად აბსურდული ბრალით გასამართლება, ჩვენ ვნახეთ საჩვენებელი სასამართლო, ისედაც მარიონეტულ და მოჩვენებით სასამართლო სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს არის უბრალოდ ქართული ოცნების პროპაგანდის შემადგენელი ნაწილიც პირველ რიგში. პირადი შურისძიება იქნება ეს პოლიტიკური რეპრესია ცალკე აღებული ეს არის რა თქმა უნდა ფაქტორი, მაგრამ ამავდროულად უნდათ რომ ყველა ერთ დარბაზში განსასჯელთა სკამზე გვაჩვენონ. თვითონ ბრალის დადგენილებას თუ წავიკითხავთ, იმდენად აბსურდული რაღაცეები წერია და ისეთ რაღაცებს ზდებენ ბრალს, რომ აი ბადრი ჯაფარიძე თითქოს აქციაზე ჟესტებით რაღაც დავალებებს გასცემდა, რომელიც სასაცილოა, ხო? ბადრი ჯაფარიძე საჯარო ფიგურა არის, მისი პიროვნება საზოგადოებისთვის ცნობილია და ალბათ ქართული ოცნების ყველაზე დაბრმავებული მხარდამჭერებიც არ დაიჯერებენ ამ ყოველივეს. ბატონი ბადრი აწყობდა საბოტაჟს. ხო, აწყობდა საბოტაჟს. ხო, ეს თვითონ აქციას რაც შეეხება საბოტაჟი კიდევ ეს საერთოდ იმდენად აბსურდის თეატრიდან არის, რომ არ ვიცი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში არის მძიმე მდგომარეობა ადამიანის უფლებების მხრივ, ხო, სასამართლო სისტემა იქნება ეს არჩევნები მიტაცებული თუ აქციაზე ის რასაც ჩადიოდნენ ქართული ოცნების ზონდერები, ამაზე თუ არ ვისაუბრეთ, მაშინ რა არის ჩვენი როგორც პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა, ხო? ქართული რომ არის საუბრობთ, ამ მიზანი ძალიან ცალსახა პოლიტიკური მიზანია, გაჩვდით. ხო, შესაბამისად ახლა ამ სასამართლო პროცესში მონაწილეობა, იმიტომ კი არ მონაწილეობს აქ ვინმე, რომ ჩვენ ან ქართული ოცნების ლეგიტიმაციას ვაღიარებთ, ან იმას, რომ სასამართლო სისტემა ივანიშვილის მარწუხებისგან არის თავისუფალი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ფარსი, მაგრამ ყველაფერი არქივდება, ილექება და როდესაც დადგება დრო რეჟიმის ცვლილების, ეს ყველაფერი იქნება მათი ნიურნბერგის პროცესის შემადგენელი ნაწილი მათ შორის. პირობითად, ხო? იმიტომ რომ საჩვენებელი პროცესი მართლა უნდა ჰქონდეს ქართულ ოცნებას სამართლებრივი დანაშაულებისთვის ბუნებრივია, თორე პოლიტიკურ სამშევროზე ისინი უკვე კარგახანია გამოსულები არიან, ქართულმა ხალხმა მათ განაჩენი გამოუტანა და როდესაც დასრულდებიან საბოლოოდ, ამ ყველაფრისთვისაც გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს. ქართულ ოცნებას ეს ჩვევია ხოლმე პარალელური პროცესი მიდის განათლების რეფორმასთან დაკავშირებით და უტიპრად აცხადებენ, რომ აი ამდენი ხანიო განათლების რეფორმას ითხოვდითო, ეხლა შემოგთავაზეთო და უარს ამბობთო. ანუ ის, რასაც მათ რეფორმა დაარქვეს, ეს ანტირეფორმა, ეს დეფორმა, გვასაღებენ, რომ ხო გინდოდათ აქეთ ვალი დაგვადეს. განათლების რეფორმა გინდოდათო. მე ეს სპექტაკლი გაათამაშეს, ვითომ ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა შერწყმული იყო, ეს მიდგომაც კიდევ ერთხელ ავლენდა, როგორი ავტორიტარულებიც არიან, არავის ვკითხეს, არც რექტორს, არც აკადემიურ პერსონალს, მით უმეტეს ახლა სტუდენტს საერთოდ აინუნშიც არ ჩააგდებენ, იმიტომ რომ ახალგაზრდების მომავალი მათ საერთოდ არ ადარდებთ, არც მათი ევროპული მომავალი და არც მათი პირადი კვალიფიკაციის ამაღლება, ხო? მაგრამ ახლა მე თითქოს ასე ლმობიერება გამოიჩინეს, მაგრამ რადევს ამ ყველაფერში არა, თურმე ტექნიკურ უნივერსიტეტს მხოლოდ უნდა დაუტოვონ რაღაც შეზღუდული რაოდენობის მიმართულებები, იქ როგორ განვითარდება მოვლენები უძრავ ქონებასთან და ასე შემდეგ, ეს ძალიან კარგად გამოჩნდება. რუსული კანონის დროსაც გვახსოვს, როგორ დაიფიცეს, დაიგინეს ლამის 2023 წელს, რომ აი გავიწვიეთ ეს კანონი, მე ერთი წლის თავზე თავიდან შემოაბრუნეს, ისევე როგორც გვახსოვს გავრილოვის ღამის შემდეგ ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას, რომ ეს კრიზისი ახლა გადავაგოროთ და დავასრულოთ ისე, რომ იქნება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და მე ამბოხდნენ მაჟორიტარები, ის მაჟორიტარები, რომლებიც აი ამავე პროექტის ინიციატორები გახდნენ თვითონ და მე უარი განაცხადეს. ხო, აი ასეთი სპექტაკლების გათამაშება ბევრი სპექტაკლი ვნახეთ. კი, მაგრამ შედეგობრივად ივანიშვილის მიზანი, როგორც ჩანს, არის ციხეში დაამაგროს
მეტი პოლიტიკოსი, როდის რა დასჭირდება, რა იცი იყოს პრინციპით, არ ვიცი, შესაძლოა ის რამე შეილის საერთაშორისო ასპარეზიდან ლუკაშენკოს მსგავსად მას უნდა ამ როლში ყოფნა, რომ ახლა ის დაელაპარაკება ვიღაცას დასავლეთში და მერე გამოუშვებს ინდის კატიმერს, ან არ გამოუშვებს, ან ამით ივაჭრებს, მოკლედ. ყოველ შემთხვევაში ის არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, მისი ყველა ეს მოქმედება, ყველა რეპრესიული კანონიდან დაწყებული ყველა პოლიტიკოსისა თუ არა პოლიტიკოსის ინდის კატიმერის ციხეში გაშვებით, მიუთითებს იმაზე, რომ ის არ გრძნობს თავს მყარად. მყარ ავტორიტარებს არ სჭირდებათ ასეთი რეპრესიები. ბუნებრივია ის არც გრძნობს ამას და თუ რაიმე კარგი შეიძლება იყოს, არის ის რომ თვითონ ქართული ოცნების რიგებშიც არავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. ნახეთ რა ბედი ეწიათ ყველაზე ძლიერთ ამა ქვეყნისათა ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, ლილუაშვილის პროცესი იყო ეს კიდევ ცალკე ირონიული მომენტი არის. ესეთი ირონიაც ახასიათებთ ხოლმე დიქტატორებს, ხო? მათი ყველაზე საუკეთესო ერთგული ადამიანები იყვნენ სხვა დარბაზში განსასჯელთა სკამზე. ყველა რეჟიმის საბოლოოდ საკუთარ შვილებს ჭამს. თუმცა ერთი რამეც უნდა ითქვას, რომ როდესაც ივანიშვილი ასე თამაშობს, ივანიშვილს თვითონ რა თქმა უნდა აქვს პრობლემა პარტნიორები, რომლებიც უკვე აღარ ეპარტნიორებიან მართალია, მაგრამ მას აწუხებს თავისი კონდიცია და სტატუს კვო. მას აწუხებს თუნდაც ეს ლეგიტიმაციის საკითხი და ამისი დასტური არის ცოტა ხნის წინ დაინიცირებული კანონპროექტი. ხო, ჯერ ამბობდნენ რომ ვინცო ჩვენ ლეგიტიმაციას არ აღიარებს, კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებსო, ახლა უნდათ რომ საკანონმდებლო დონეზეც ეს განამტკიცონ. როდესაც ეუთოოდირი წერდა რომ ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილიაო, ამას დიდის ამბით უარყოფდნენ და ახლა უნდათ რომ ეს დააკანონონ. იმიტომ ეს სიმახინჯია, არა კონსტიტუციურია, არა დემოკრატიულია, ესეთი რამ ხდებოდა საბჭოთა კავშირში. პირდაპირ ეწერა რომ კომუნისტური პარტია არის ერთადერთი პარტია, მას აქვს განსაკუთრებული სტატუსი, ის არსებობს ხალხისთვის და ხალხზე ზრუნვის. ასეთი რაღაცა უნდა რომ ქართულ ოცნებას ახლა ჩვენ შემოგვასაღოს და დაგვაჯეროს და შემდეგ ეს ისევ გამოიყენოს ინსტრუმენტად პოლიტიკური რეპრესიებისთვის, რომ ბოლომდე მოკლას პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური ოპოზიცია და განსხვავებული აზრი. ეს ივანიშვილის გეგმაა. რა გეგმა აქვს ოპოზიციას? აი, გიგა საუბრობდა, რომ დასკვნით ეტაპზეა შეთანხმება, რომლის ნაწილიც მე როგორც ვიცი არის ლეილოც, ასეა ეს? არა, მე ამას ვერ დაგიდასტურებთ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ. კონსულტაციები მიდის, ამას ამის ყოველთვის ვამბობთ, რომ ფორმულირება ასე ჯობია, ასეთი რამ ვიცი. მოდი ასე ვთქვათ, რომ კონსულტაციები ყოველთვის იყო, იქნება და გაიმართება მომავალშიც ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენ მიგვაახლოვებს რეჟიმის ცვლილებას და ლელო ყოველთვის არათუ ამის მომხრე, არამედ ავანგარდშიც იყო ხოლმე. 2024 წლის არჩევნების შემდეგ სახალხო პარლამენტი ჩვენ კონკრეტულ ვამბობთ ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც ეს საკითხი ისმებოდა, ვამბობთ, რომ რაღაც კოლგები, მით უმეტეს ინსტიტუციური შერწყმა, პარტიული შერწყმა, ზოგიერთმა საარჩევნო სიაც გააჟღერა, ახლა საარჩევნო ციკლში ხო არა? არ გაუჟღერებია. კი, იყო ესეთი რაღაცა. ჩემი სტუმრებისგან ეს არა, შეიძლება თქვენი სტუმრებისგან არა, მაგრამ მე ძირითადად აქტორებზე გეუბნებით. მესმის, მაგრამ იყო ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას სხვაგვარი წარმოდგენა აქვს ერთობაზე და საზოგადოებას ესეთი რაღაც არ უნდა შეექმნას. ჩვენი წარმოდგენა, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საზოგადოება არ დავაბნიოთ, ფუჭი მოლოდინი არ გაუჩინოთ და შემდეგ ამან რაღაცა ფრუსტრაცია და ნიჰილიზმი არ გააჩინოს. ჩვენ ყველა პროდასავლურ ძალასთან არ იგულისხმება მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, იგულისხმებიან სამოქალაქო ჯგუფები, ადამიანები, ხო, რომლებიც არიან ქართული ოცნების მიერ გავლებული წითელი ხაზის აქეთ მხარეს, ნათელ მხარეს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მხარეს. ამ ძალების კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი და ყველა ეტაპს ბრძოლისა და დღეს კონკრეტულ მონაკვეთში იმყოფებით სჭირდება კოორდინაციაზე ჩვენ უარი არასდროს გვითქვამს და ამასთან დაკავშირებით ფუნდამენტურ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება მომავალშიც კონსულტაციები და შეთანხმება. არანაირი აქ პერსონალური წყენები არც ყოფილა ფაქტორი ჩვენთვის და მე მგონი ეს არაერთხელ დაუდასტურებია ლელოს ძლიერ საქართველოს. ახლა ყველას ახსოვს გახარიას და ხაზარაძე ჯაფარიძის პერსონალური არ აინტერესებს მაყურებელს წარსული, აინტერესებს აწმყო, რომელიც საკმაოდ რთულია. დამიჯერეთ. არა, მე უბრალოდ კითხვას უფრო კაფეოდ დავსვამ, რომ უფრო კაფეო პასუხი იქნებ მიიღოს მაყურებელმა, იმიტომ რომ მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კაფეობა აკლია თქვენს პასუხს. მე მინდა რაღაც გავიგო. აი, ამ ეტაპზე ჩამოთვალა მაგალითად გიგა ლემონჯავამ 3 პუნქტი, რაზე მიდის რო შეთანხმება. ერთი არის ივანიშვილის წასვლის გზები, როგორ ამარცხებთ ივანიშვილს. ანუ რაზე ვერ თანხმდებით? თუ შეთანხმებას ხელს არ მოაწერთ. ამის
მაფიო გამყოფები გააქვთ? იცით რა შეასაქმე? ამას აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რაზე თანხმდებთ, არამედ საუბარი არის იმაზე, რა შეიძლება ეწოდოს და რა შეიძლება, როგორი აღქმა შეიძლება დატოვოს კონკრეტულმა ერთობამ. განა იმიტომ, რომ ჩვენი პარტიისთვის რაღაცა პარტიული ინტერესი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. არასდროს ჩვენ პარტიული ინტერესი რა ხმა უნდა დატოვოს და მოგახსენებთ, ანუ ლეგიტიმური ინტერესი ყოველთვის აქვს პარტიას, რომ იყოს პარტია უნდა განვითარდეს, პარტიები სჭირდება. ის პარტიები მათ შორის სადაც არის დემოკრატია, ქვეყანაში სადაც რვა ოპოზიციის ლიდერს ერთ ბრალი იჭერენ. არა, ვერ დაგეთანხმებით, პარტიას გძალავენ, რა დროს პარტია? ამაშია საქმე, როდესაც პარტიები შეიძლება აიკრძალონ, მით უმეტეს რაღაცა შერწყმაზე საუბარი არ არის. პარტიები რო აიკრძალოს და თუ ეს რეალობა დადგება, არის ალბათობა ძალიან მაღალია, სხვა რეალობის წინაშე დავდგებით ჩვენ. მაგრამ როგორ ერევით ამას პარტიები ცალ-ცალკე? ცვლილების შემდეგ პარტიები, ახალი პარტიები ესე უცბად პარტიების გაქრობაზე არც არავინ საუბრობს. ამ შეთანხმების ხელმომწერები ამბობენ პირიქით, რომ ერთი პარტია ცალკე ვერ ამარცხებს ამ რეჟიმს. ბევრი პარტია ერთად და საზოგადოებრივი ჯგუფი ამარცხებს რეჟიმს. ამას ჩვენც ვამბობთ და ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება, პროდასავლური, ეროვნული ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება არის ჩვენს ინტერესშიც. წარსულზე კი არ საუბრობდი ცოტა ხნის წინ, მე ვამბობდი, რომ ჩვენთვის ესეთი საკითხები, მით უმეტეს პიროვნული საკითხები არასდროს დამდგარა დღის წესრიგში, ამიტომ გავიხსენე, გახარიასთან შეთანხმება იყო კონკრეტულ სიტუაციაში, ალეკო ელისაშვილთანაც, ხო, როდესაც იყო პიროვნული წყენები, პიროვნული რაღაცა წინდარე ურთიერთობები, რომელზე მაღლაც ჩვენ ყოველთვის დავდექით, დავმდგარვართ და მომავალშიც დავდგებით, როდესაც ამის საჭიროება იქნება. ოღონდ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვების ფორმულა იყოს ეფექტური, შედეგიანი და აქ უნდა გავითვალისწინოთ, ბუნებრივია ჩვენი საზოგადოება, ივანიშვილის რუსული რეჟიმით უკმაყოფილო საზოგადოება, რომელიც არის სხვადასხვა არათუ პოლიტიკური გემოვნების, არამედ სხვადასხვანაირი ხედვისაც მათ შორის. ამ საზოგადოებას დღეს რა ყოფს იმაზე მეტად, ვიდრე აერთიანებს რეჟიმის ცვლილება, არაერთიანებს ყველა პოლიტიკური განსხვავებული შეხედულების ადამიანს. რეჟიმის ცვლილება ყველას საუბარი, მაგრამ რეჟიმის ცვლილების კონკრეტული გზები, სადაც გვექნება ჩვენ გადაკვეთის წერტილი ყველგან ვითანამშრომლობთ ყველა ეროვნულ პროდასავლურ ძალასთან, მაგრამ არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც სჭირდება სხვანაირი მიდგომა, სხვანაირი არა მხოლოდ არჩევნების ჩატარების დროს. ამ ადამიანებს სჭირდება განსხვავდება თქვენი დღევანდელი პოზიცია სხვა პროდასავლური პარტიებისგან კონკრეტულ საკითხში რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით. აი, სწორედ ამის ახსნას ვცდილობ ქალბატონო. არის საზოგადოების ნაწილი, რომელთვისაც არის რომელთანაც არის სხვანაირი მუშაობა საჭირო, სხვანაირი ცნობიერების ამაღლებაც არის მნიშვნელოვანი, სხვანაირი მიდგომა არის საჭირო, რომელიც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ ისე თავარი მიზნის მისაღწევად, რეჟიმის შესაცვლელად, ოღონდ იმ ძალით, რომელსაც ჩვენ წარმოვადგეთ ამ შემთხვევაში, ხო? ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს და ამას კვლევებიც ადასტურებს, მათ შორის, რომ საზოგადოება სხვადასხვაგვარად აღიქვამს, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრს და ჩვენ ყველგან უნდა გქონდეს მისასვლელი, ყველასთან უნდა გქონდეს მისასვლელი, რათა მაქსიმალურად ავითვისოთ ის საპროტესტო ენერგია, რომელიც არის საზოგადოების უდიდეს ნაწილში, ივანიშვილის რეჟიმით უკმაყოფილო ნაწილში. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხაზი და განვითარება არის საკითხები, ხო? რაში შევეწინააღმდეგეთ ვინმეს, ან ჩვენი პოზიციონირება განსხვავდებოდა, მაგალითად, არაბული ინვესტიციების საკითხთან, ქიმიური მოწამვლის საკითხთან, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის საკითხთან. არის ეს საკითხები, რაზეც არანაირი წინააღმდეგობა არ არის და მნიშვნელოვანია, რომ წერტილოვნად ვებრძოლოთ ქართულ ოცნებას, მათ შორის ვებრძოლოთ მათ პროპაგანდას, ხო? აი აქ საფუძველში ალბათ არის ჩამოყალიბება საკითხზე, თქვენ რა გონია დღეს არასაკმარისი პროტესტი, ანუ საზოგადოება, რომელსაც აქვს პროტესტი და რომელსაც უნდა რეჟიმის ცვლილება, თუ ესე იგი საზოგადოება, რომელსაც უნდა რომ ნახოს ალტერნატივა, ერთობა, რომელიც ამარცხებს ამ რეჟიმს. ფიქრობთ, რომ პროტესტი კიდევ გასაზრდელია? თუ პროტესტს, რომელიც ისედაც ძალიან დიდია, სჭირდება ალტერნატივის ჩვენება. პროტესტს სჭირდება გააქტიურება, რა თქმა უნდა, არის საზოგადოების ნაწილი, ხო და მაგას ვამბობ, საზოგადოების ნაწილი არის, რომელიც ყოველდღიურად დგას რუსთაველზე, არის კიდევ უფრო დიდი ნაწილი, რომელიც მაგალითად შაბათის მარშებზე დადის, ხო, ეს არის აქტიური, ანუ ყველაზე აქტიური მოქალაქეები.
და პროტესტი რა თქმა უნდა, ამიტომ ვსაუბრობ მე არა პროტესტზე, არამედ საპროტესტო ენერგიაზე, რომელიც შესაძლოა სახლში ზის, მაგრამ აქვს პროტესტი და იმას რის გამოყავს ქუჩაში. მხოლოდ ცალ-ცალკე პარტიულ მუშაობას თუ ალტერნატიული ძალის ჩვენებას, ძლიერი ერთობის ჩვენებას. აქ არის ალბათ განსხვავებული მიდგომა პარტიებს შორის. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ზოგისთვის არის რაღაცა ერთად დგომა, ერთ ბრიფინგზე დგომა, ერთ მაგიდასთან დგომა, ზოგისთვის სხვადასხვანაირი გემოვნების არის თუ ამიტომ საზოგადოება მნიშვნელოვანია რომ კონკრეტული პარტია ეუბნება ემუშავება მას ხოლმე აი დავარწმუნოთ მნიშვნელოვანია ქუჩაში დგომა დღეს რაღაცის გამო კი არ უნდა შეიკავო თავი ანუ ირწმუნო უნდა შენ ძალა იმიტომ რომ ხალხის ძალა არის ყველა ავტორიტარისთვის ყველაზე საშიში რამ ყველა ავტორიტარს ეშინია ყველა სისტემაში და მნიშვნელოვანია რომ ეს აბამოქმედოთ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივწვდეთ საზოგადოების ყველა ფენას და ჩავთოთ ამ პროცესში დადგება მომენტი როგორც დამდგარა არაერთხელ ჩვენ ყველანი ერთად მდგარ ვართ და მიგვიღწევია კონკრეტული შედეგებისთვის ორი ძირითადი მიმართულება არის წნეხის გაზრდის ქვეყნის შიგნით და წნეხის გაზრდით ქვეყნის გარეთ ამისი ძალიან კარგი თანამშრომლობის მაგალითებიც გვიჩვენებია ნიშნულოვანია რომ ჩვენ საგარეო პარტნიორებს ვესაუბროთ და ქართულ ოცნებაზე გარედან გაზარდონ მათ სამართლიანი და ლეგიტიმური წნეხი და ქვეყნის შიგნით წნეხის გაზრდის ყველაზე ეფექტური საშუალება არის ქუჩის მშვიდობიანი კონსტიტუციური პროტესტი. დანარჩენი ის პრობლემები, რომელიც დგას ამ ქვეყანაში, ყოველთვის მოითხოვს პოლიტიკური პარტიების მხრიდან იმ პასუხისმგებლობას, რომ ამაზე ვისაუბროთ. ის თემები მათ შორის ხო ქიმიური მოწამვლის საკითხი იქნება არაბული ინვესტიციები, კორუფცია, სასამართლო სისტემა თუ სხვა, ამაზე ვისაუბროთ, არ მიეცეს დავიწყებას, როგორც ამას ქართული ოცნების პროპაგანდა ცდილობს. საუბრის მიღმა ქმედებაზე აქვს საუბარი. ძალის გამოსხივებაზეა საუბარი. ხო, მაგას ვამბობ. შესაძლოა იყოს ჩვენ ხო ბევრი რამ გვინახავს. არის კონკრეტული მომენტები. 2024 წლის არჩევნებამდე ვფიქრობ, რომ სწორი იყო, რომ შევქმნით რამდენიმე სიმძიმის ცენტრი, ნაცვლად ერთისა, რომელმაც გამოიყვანა ის რაოდენობა საპროტესტო ელექტორატის, რომელიც დაფიქსირდა და რომლის გამოც მოუწია ქართულ ოცნებას, რომ ისეთი წარმოუდგენელი მასშტაბის манипуляციები განეხორციელებინა. არჩევნების შემდეგ იყო სხვა ეტაპი ბრძოლის, როდესაც ჩვენ სახალხო პარლამენტზე ვსაუბრობდი და გახსოვთ ის ქორთიარ მარიოტში შეკრება, როდესაც ყველანი ერთად ვიდექით. თანაშენმა ოპოზიცია. ეს არა, ყველანი ვიყავით 4-ვე ბარიერ გადალახული ძალა. პარლამენტში არ შესვლას? პარლამენტში არ შესვლას არა, სახალხო ალტერნატიურობით სახელით ალტერნატიული პარლამენტი ქორთიარ მარიოტში რომ შევიკრიბეთ და ტიტუშკები რომ ხაზარაძის იდეა იყო ეს და ყველა იყო 4-ვე სუბიექტის წარმომადგენლები, ანუ ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული შედეგებით რომ მანდატები მოიპოვეს, ის პირები იყვნენ წარმოდგენილნი და ტიტუშკები რომ მოგვიგზავნეს. ანუ მაგას ვამბობ, არის ბრძოლის სხვადასხვა ეტაპები, მონაკვეთები, რომელსაც აქვს თავისი გამოწვევები. იმ ეტაპზე ვერას დროს ვერ მივიდა 13 წელი ოპოზიცია იმ ეტაპზე, როცა ერთობა გახდა მისთვის ეს რომ ქართული ოცნება არალეგიტიმური არის ალტერნატივა. ეს რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმურად აღიარებული როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ასევე ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ, ამაში ლომის წილი აქვთ პროდასალურ ეროვნულ ოპოზიციურ პარტიებს. 2012 წელს რა თქმა უნდა ჩვენ რეჟიმი ჯერ ვერ შევცვალეთ, მაგრამ ეს პატარა გამარჯვებები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რათა საბოლოო აგური დაიდოს. 2012 წელს თუ გავიხსენებთ როგორ მოვიდა ივანიშვილი, მან მისი ირგვლივ გაერთიანდა ძალიან ბევრი განსხვავებული შეხედულების, პოზიციის, ბიოგრაფიის ადამიანი, ეს იყო ერთობა და მაშინ იყო სხვა მონაცემულობა, სხვა გამოწვევები, რომელსაც მაშინ უპასუხა ქართულმა ოცნებამ ეფექტურად და შეიცვალა რეჟიმი. მოცემულობა არის თუ არა? სხვაგვარი მოცემულობა არის უფრო რთული, რა თქმა უნდა, რა შედარებაა. 13 წელიწადზე მეტია ქართული ოცნება რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული არის ესეთი თუ არა ერთობა, ალბათ ეს მაინც არის ერთიანი ძალისხმევა რეჟიმის წინააღმდეგ არის უმნიშვნელოვანესი. ამას ვამბობდით და ვადასტურებთ კვლავაც.